ეს პიტაპიტაში სუსტად 900-ზე გვინდება დღეებით. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ცოტა თუკი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდა მხიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლედ მიტაგრძელი ულაში შუბის თავი მეზობლების ცნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში ბრძანებელო, ტელეფონი გირეკავთ, უპასუხეთ. დიახ, გისმენ, დიახ. გასაგებია. კი ბატონო. კი, ყველაფერს 5-იანზე შევასრულებთ. შევასრულებთ, კი ბატონო, კი. კარგით. რეზიკო. რა ხდება, ჩემო განთიადო და დილის მზის სხივო? ახლა და მერე საოცარი იდეა მომაფიქრდა მოკლედ. სასტრაფოს პადვარში უნდა ჩახვიდე და ქერის უბნის თავარი გაზის ვინტილი უნდა გადაკეტო. ეგრე ხომ გაიყინება ხალხი, ჩემო კეთილო ბრძანებელო? არა უშავს ჩემო პატრა მეგობარო, ამას შენთვის ვაკეთებ. პატარა ანტარქტიდა მინდა მოგიწყო. აბაროდები უნდა იყო ხალხის ტემპერატურაზე კაცო. ვაიმე, რამზრუნველი ხართ. ახლავე ჩავირბენ სარდაფში და სიამოვნებით გავყინავ მთელ უბანს. მაგაზე გეტყვით უარს? წეროშვილი ვიყო. აუ ჩემი როგორც ივატო იმენა ვიყინები ჩემი და ალბით მართლაც როგორი ყინვები წავიდა ლენინკოვი პერიოდი დაიწყო მე ვიყო ბიჭოს კიდე კაი დინოზავრი არ ვარ თორე ხო გადავშენდებოდი პეცე ვერ გადარჩენილი შენი სადაც მაგ დღეში ხარ ჩემი დედასპეცავა ერთი ხარ დარჩენილი გაიგეთ რა უთხარი ჩემი ამ ფერის იცება მართლა არ მახსოვს. 4 თუ არ გამათბობდა, ოდესმე რას არ მევიდგენდი. წავედი მე კაცო სახში ავანთებ ერთი გაზის კამფორკას და გავღუღუნდები ერთი კარგად. წევე იმეც, წამოისო სოია ჩემთან გავაგზავნოთ იქან. აუ ეს გაყინულა თო. წავიღებ სახში გავალღო, პაპრა გავაკეთო. ზამთარია სიცივეა შემოდგომა მიდის მიხარია სიცივისა ზამთარში რომ იცის ესეც ასე გაზი გადაკეტილია დავალება შესრულებულია ბრძანებელი კმაყოფილია გაზი გაითიშა ხო აუ რაგლა ხამბავი მეიტანა, მაგრამ მაინც კაი ვოშიასე. რა არის კაცო ეს ახლა გაზის გათიშვა იქნებოდა? ასე უგვაზო სალამ დავიქნები კაცო. თითო გაზი გათიშენ, თქვენ გაგეთიშა, ტვინი და გაგეყინენ გვერდები. გაზი გაითიშა და ახლა რაზე შევწვა კამეჩი? დედა, არა და გადახდილი მაქვს. გაზის გადასახადში გავისწავლე მთელი სახელფასო და ნამატი. გაზი გამოვშვით, თქვენი დედასპეცავა მე მართლა ეხლა. ეს რა რითო გაზი გათიშეს, რა უბედურება, ჩემი დედასპეცავა. კაცი ვერ გამელღვია ნორმალურად, თო. მოდით უბანში ცეცხლი დავანთოთ და გავთფებით. ცეცხლი როგორ დავანთოთ აბა? შეშა არ არის. შეშა არ არის. ხალხი უშეშო დარჩით. უშეშო დავრჩეთ.
მე მგონი გავიყინებით. გავიყინებით? ნარმა შენ რა ყველაფერს იმეორებდო. კაცი ხარ თუ ქვევრი. ძალიან გთხოვთ პანიკას მიაყვები და ნუ გავრცელებ სულ ინფორმაციას რომ გარცივა და ხალხი ვიყინებით. არა, რა პანიკატო, რა ვიყინებით. ეხლა სულ ბედნიერებისგან მიკანკალებს ხბა. არა სოსო. შეშა თუ არ არის საბურავი დავანთოთ. პაკრიშკა ხო მაინც არის. პაკრიშკა არის კი. ჩემი მანქინისას მოვიტან, მაინც 4 აქვს. დედა რანაირადაც უნდა რა არის ეს ერთი გაზის გადაკეტვითი რა ფრადე ემვანა უცბად ქერის უბანი ჭიათურა. მე კი მესია მოუნა ეს სიცივე, მაგრამ გარეთ რო გაყინული ხალხია შეკრებილი, იმათ რას უპირებთ მბრძანებელო? იმათთვის ერთი კარგი ამბავი მაქვს და ახლავე შევატყობინებ. მოდი რა მზესუბზე რა მოვხალოთ. ცოტას გავერთობით მაინც ნო. რადგან ბიჭო მოხალვა, აგერ მაქვს გამზადილი. რაღა დროს სემიჩკის მოხალვა, რომელიც საუკუნია. რომელი საუკუნია, პაკრიშკა გვიტია ხოშიანათო. მამის მინეთ ახლა ყველა ბიძინა აპირებს აიმაზე სიტყვის გამოსვლას და ამოხედილები დახვდით მერე დრო რო არ დაკარქოს. ამხანაგებო და თანამეზობლებო, დამშვიდით ხალხო. ნუ აყვებით პანიკას, ნუ ინერვიულებთ. მე მჯერა რომ მოახლო ეს მომავალში შემთხვევით გამოჩნდება კეთილი, ერთპორწმული ადამიანი და მოგვიგვარებს გაზის პრობლემას. დამშვიდით ხალხო, დამშვიდით. შენგენაცვალოს შენიერი. შენ რო არ ყვავდე რა გვეშველებოდა. მართლა ბრძენი ყოფილა ბატონი ბიძინი. თუი შენი რას გავხართ ხალხო, რას დაგამსგავსათ მამა, მარა არ დავამთავრებ, ჯობია თუ არა ჩამქოლავთ თქვენ აქანა. ვა, ჩვენი სოსოც დაგვიბრუნდა. გალღვათო. რა გალღვა, თავი ისევ გაყინული აქვს. თავი ამას მანამდეც გაყინული კონდა ჭიპინდე და მიწავარ. გამარჯობა ხალხებო! გავმარჯოს. ერთმორწმუნე. სუხო. Здорово, братуха! დათო ნარმანია, გაგებული გექნება. შენ ვინ არ გიეცნობს? ერთმორწმუნე. აბა მითხარი, ტრაგიჩერ, ტრაგილკინთ. გაზი არა გვაქვს. Ай-яй-яй-яй, ეთყობა გულმა მიგრძნო. სრულიად შემთხვევით გაზის მილებით სამოვიგე. თან თქვენი მეგობარი შემთხვევით ჩამოვიდა და მთხოვა. ვინ მეგობარითო? მოდი კარლოვიჩ. აბა ბიჭებო, შევესიოთ საქმეს, რომ რაც შეიძლება მალე გქონდეს გაზი. ნამდვილად მალე გექნებათ გაზი. თანაც უფასო. აურა მაგარია უფასო გაზი. არა ძმაო, მე მაგ საქმეში მონაწილეობას ვერ მივიღებ. არ მჭირდება მე რუსული გაზი და არც მაგათი მილები. თუნდაც უფასო იყოს ჩემი დედას მეცავარე, პოლიტიკურად ვაყოთ. რასა ბიჭო, რას ამბობ? ეს გაზის ტრუბა გერჩივნოს ვიდრე ის ტრუბა. ტანგზე როა წინ დამაგრებული. ვისეჯდარები? წავედით ვიმუშაოთ ჯობია. მუშაობა გაჩაღდა მბრძანებელო. მალე გაზი გვექნება. რა კარგია? მართლა ნაანი ეს დროზე გამოუშვან გაზი თუ არა გამეყინა ჩემი გადმოკარყული თვალები. დროზე თუ არ დავლიე წამალი რა მეშველება არ ვიცი. ასე დაგეცალოს მტერინა ნამაწყევანი. აი, ხომ ამბობდი კაცო. მალე გამოჩნდება კეთილი ადამიანი, რომელიც გას მოგცემსკო. მაინც რა გავჩდი ასეთი ბრძენი გენიოსი და წინასწარმეტყველი. რა გავჩდი ესეთი მოკლედ. მბრძანებელო, ეგ სიტყვები ჩემთვის გეთქვათ და მე გეტყოდით. რატო იღლებოდით? მეზობელმა გაზი მოგცა, გაზის ტრუბა დგება. Давайте работайте, дорогие друзья! Раз чему медеки тусак мурат! მაიცა ეს ტრუბები არ წადა? ტყუილა დავაგია მაინც ჭალაში. ჭალაკი არა, რიყე ქვია მაგას, რით ვერ დაიმახსოვრე კაცო. შენ ის მითხარი გამოგვადგება თუ არა? ტოჟე мне городской колорити. არ გამოგვადგება, გადააშენე აქედან. მე მგონი აღარ გვინდა არაფერი, ყველა მილი შეერთებულია და გვეთრეთ შეგვიძლია ავანთოთ გაზი.
უფასო გაზი მოვიდა ხალხო! უფასო გაზი გაითიშა ხალხო! რა არის კაცო ეს ახლა გაზის გაფასება? ესაა თქვენი უფასო რუსული გაზი. მართლა რომ მე თქვენი დედას შევპიცე. რა ხდება გამაგებინეთ კაცო? რატო გაგვითიშეთ გაზი? იმიტომ რომ პოლიგას გადასახდიელი. აბა უფასო იქნებაო? Армейский, иди шеба. Не занимайся ленью. მოკლედ რა სხვანაირი ხასიათი გამოავლინა ამ ერთ მორწმუნემ? რეზიკო, ჩემი ტელეფონი მომიტანე. ისევ იმ ძველ პატიოსან მომწოდებელს დაურეკო. Телефон отключен, потому что вы не захотели наш газ. Ту. ბრძენთა ბრძენო, მაგათმაც უარი გვითხრეს? ი რეზიკო, რატომღაც ჩემს გარდა ყველამ სხვანაირი ხასიათი გამოავლინა. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა